აფხაზეთის მასტერლიგა ასეთი სახელწოდებით ატარებს საქართველოს მასშტაბით ტურნირს, სადაც იღებენ მონაწილეობას დევნილთა ჩასახლების ობიექტებიდან შეკრული გუნდები. იმართება თბილისში, იმერეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამეგრელოში. ჩვენთან შემოვიდა ძალიან ბევრი თხოვნა ჩასახლებებიდან, რომ ყველა ჩასახლებაში არის გუნდები, შეკრული არიან და ჩვენც გვინდა მივიღოთ მასტერლიგაში. მასტერლიგა დაგვთანხმდა, დიდი მადლობა ამისთვის მასტერლიგას. ასევე მინდა დავამატო აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია. სოსო მალანიას მინდა დიდი მადლობა მოუხადო მხარდაჭერისთვის. აფხაზეთის მთავრობას დიდი მადლობა, ჩვენ დევნილ ჩასახლებებს დიდი მადლობა, ასე აქტიურად რო იღებენ ამ სატურნირო ღონისძიებაში მონაწილეობას. მიზანი ზოგადად არის, რომ ჩვენი ახალგაზრდობა ჩაერთოს უფრო სპორტულ ღონისძიებებში, უფრო აქტიურად იყვნენ. 44 გუნდი გვყავს მთლიანი საქართველოს ეგითით, ვატარებთ ყველა რეგიონში, სამეგრელო, იმერეთი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთში ყველა. და 4 გამარჯვებული გვეყოლება რეგიონებიდან, რომელსაც შეუერთდება თბილისის გამარჯვებული. დღეს ჩავატარეთ პირველი შეხვედრა საბურთალო წყნეთი, რომელშიც გაიმარჯვა საბურთალომ 3-2 ულოცავ ბიჭებს გამარჯვებას. ხვალად გვექნება ფინალური ეტაპი, ერთი საბურთალო გვყავს უკვე გამოვლინდა ფინალური, ეხლა გაიმართება ნაძალადევი ვაკის შეხვედრა, გამოვავლენთ ფინალურ გუნდებს და ჩვენ თბილისშიც გვეყოლება ხვალ უკვე ერთი გამარჯვებული. ეს მთლიანი რეგიონების გამარჯვებულებიდან მერე 3 რეგიონის გამარჯვებული შემოგვიერთდება, ვითამაშებთ ნახევარფინალს და ფინალს და ერთი დევნილების გამარჯვებული გუნდი შეუერთდება მასტერლიგის ფინალურ ეტაპზე, სადაც დევნილების სახელით მიიღებს მონაწილეობას. მაგარიში გზნება არის პროსტავე აღწერა აფხაზეთის მასტერლიგას, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ორგანიზატორებს. დღევანდელ მატჩში ჩვენ მოვიგეთ 3-2, ძალიან კმაყოფილები ვართ და აი ფინალში თავს დავდებთ ყველანაირად, ყველაფერი გავაკეთოთ და ეს ტურნირი მოვიგოთ.